საღამო მშვიდობის თქვენ უყურებთ ქართულ არხს და ეთერშია პირდაპირ ეთერშია გადაცემა ჩვენი ქალაქი მოგეხსენებათ ჩვენი გადაცემის ფორმატში ზედმეტად ჩვენ საუბრობთ ჩვენი ქალაქის სოციალურ პრობლემებზე და არა მარტო ჩვენ ყავს ძალიან საინტერესო სტუმრები ჩვენს გადაცემაში ჩვენი თანამოქალაქენი თბილისელები რომლებიც თავისი ცხოვრების წესით თუ თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან უბრალოდ რიგითი თბილისელებისგან და მათი აზრი ჩვენი ქალაქის ამა თუ იმ პრობლემაზე ყოველთვის გასათვალისწინებელია, საინტერესო და გარდა ამისა, თავისუფლად პროფესიული მოღვაწეობითაც რაღაც შეკითხვებს ბადებენ ხოლმე და ამ შეკითხვებზე ჩვენი ეთერის მეშვეობით გცემენ პასუხებს. დღეს არაჩვეულებრივი თქვა სტუმარი ყავს, ვიდრე სახელს და გვარის გამოაცხადებდა, თუმცა გეტყვით რომ ქალბატონია, ქალბატონის სახელი და გვარის გამოცხადება რა თქმა უნდა ზედმეტი იქნება რომ დაინახავთ თავად მიხვდებით ვინ არის და ასეთი არეული ამინდების ფონზე პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით გულისხმობარეულ ამინდებს მე გადავწყვიტე და მარხვა გადავწყვიტე რომ მოვიყვანოთ ერთი შეხედვით დინჯი გაწონასწორებული ადამიანი რომელიც საღად აზროვნებს და რაღაცა რიგ შეკითხვებზე შეუძლია პასუხი გაქცეს აღარ დავტანჯა მაყურებელს აქვე გეტყვით რომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დაგვირეკოთ ნომერზე 2-91-50 და დაგვისვათ შეკითხვები მე დამისვათ ჩემს სტუმარს დაგვისვათ შეკითხვა ჩვენ პასუხს გაგცემთ გვიყურეთ და გეტყვით რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს გახლავთ არაჩვეულებრივი ულამაზესი უმშვენიერესი უნიჭიერესი ქალბატონი მაია ბარათაშვილი და ვიდრე სიტყვას გადმოგცემდებთ ქალბატონო მაია რა თქმა უნდა შემდეგ უკვე მაია და შენობით გადავალთ რომ თქვენზე გაცილებით უფროსი ვარ არა მაგრამ ჩვენ ხანია ვეცნობთ ერთმანეთს ზურად და ამიტომ და აქვე გეტყვით რომ მაიას გუშინ დაბადების დღე ქონდა რამდენი წლის გახდა ბაბას მნიშვნელობა არ აქვს ერთ გეტყვით რომ სრულწლოვანი არის დიდი ხანია სრულწლოვანი ვარ ზურა. არც თუ ისე დიდი ხანია. არ დავა კონკრეტულად. არხის სახელი, ჩვენი სახელი და ჩვენი თანამოქალაქეების სახელი გილოცავ, ჩემო კარგო კიდევ ერთხელ დაბადების დღეს და წინსვლას წარმატებებს და გისურვებ რომ ძალიან ბევრ ადამიანს მიანიჭო ის სიამოვნება, რასაც შენ ახერხებ ხოლმე მარტოც და თბილისის მერი ბიგბენთანაც ერთად ზუსტი სახელწოდება მე გამისწორა, იმიტომ რომ აბსოლუტურად მართალია თბილისის მერის ბიგბენდი. თბილისის საკონცერტო ორკესტრის ყველანაირად თბილისის მერის ბიგბენდი არის აბსოლუტურად კარგი, სწორი დასახელება ამ ჩვენი კოლექტივის. როგორ განდებით? ესე იგი, იმხელა ინტროდუქცია გავუკეთეთ ჩვენს, ასე ვთქვათ, შეხვედრას და გადაცემას. ისიც კითხვით, რომ გარედან ერთი შეხედვით დინჯი და მშვიდი და ის არ დაგიყოლებია ზურა, რომ შიგნიდან ბობოქარი ვარ. ნუ თავისთავად, ხვანაერად ხელოვანი ადამიანი, მით უმეტეს მომღერალი ვერ იქნები და პირდაპირ შემიძლია გითხრა ისე თუ კომპოზიციებს და ისე თუ თემებს ეჭიდები და არაჩვეულებრივად ართმევ თავს რომ ეს შინაგანი ეს ქარიშხალი თუ არა გაქვს ეს როგორ არის ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკისო ზურა სტუმრად პატარა ნიავს რო შემოვიდა მე ეს კონცერტის ბოლო დიდი ქარიშხალი ზურა სტუმრად ისე გრძნობა მაქვს რომ შენ ხარ და არა მე ხლა მე უნდა რა თქმა უნდა ეს ასეა იმიტომ რომ ძირითადი აქცენტი შენზეა შეიძლება სიტყვა გამარჯობათ არხის მაყურებლებო და არა მარტო ამ არხის მაყურებლებო გამარჯობათ საქართველო გამარჯობათ თბილის ქალაქო. ძალიან მომწონს თქვენი გადაცემის, ანუ შენი გადაცემის სახელწოდება ჩვენი ქალაქი, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქალაქში დავიბადეთ, გავიზარდეთ, ჩვენ თვალწინ ძალიან ბევრმა ეპოქამ იცვალა მხარი, გვერდი. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, ჩვენ იმდენი ხანი გვაძახეს, რომ ჩვენ ომი არ გვინახია, რომ ომიც და კონფლიქტებიც კი გადავიტანეთ და მაინც ახალგაზრდები დავრჩით, ხო მართალია? ჩვენ ხო არ ვაკონკრეტებთ ჩვენს ასაკს, მაგრამ მაინც ჩვენს თვალწინ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ბევრმა რაღაცამ გაირბინა, მოხდა რაღაცა ღირებულებების გადაფასება, მოხდა რაღაცა ღირებულებების სისტემის ცვლილება,
ჩანაცვლება ერთის მეორეთი შენ მე დროთა მაგრამ ამას ერთი პლუსია მე როგორც ასე ვთქვათ ადამიანი რომელიც პოზიტიური მხრიდან ცდილობს ხოლმე რაღაცების დანახვას და შეხედვას ამას აქვს ერთი პლუსი მით უმეტეს ხელოვანისთვის რომ ეს უდიდეს გამოცდილებას გაძლევს შინაგანს ეს გაცნას და იგივე ეს რაღაც რთული კომპოზიციების ამ შემთხვევაში სასიმღერო შესრულებისას ის დრამატიზმი რაც უმეტესობაში ასე ვთქვათ დევს უფრო გიადვილდება და უფრო ადვილად გასაგები ხდება რას განიცდის ადამიანის შემთხვევაში და აქვე დავზე ასე ვთქვათ რომ მე ყოველთვის ცოტა მეუხერხულება ხოლმე როდესაც ამა თუ იმ სასიმღერო კონკურსში პატარა ასაკის ბავშვები პირდაპირ ვიტყვი ასრულებენ ისეთ რთულ კომპოზიციებს რომელიც არის ზრდასრული მრავალჭირვარამ გადატანილი მით უმეტეს ქალბატონის პოპულარული სიმღერა ჯენიფერ ჰადსონის შესრულებული ადამიანი რომელიც ყველაფერს განიცდის და ამა 12 წლის ბავშვი რომ ღერეს ხო ცოტა არ იყოს და არ მღერის ხო და არ იცის რა მღერის და ის კი სწორად იღებს იმ გერას სწორად გილას იღებს უნთქვას და იმ რიფში ძის და იმ ნოტსაც სწორად იღებს მაგრამ ის დრამატურგია რაც ახლავს იმას იმის უკან რაც არის იმას ვერ კითხულობს და მე არ ვარ ხოლმე ამის მომხრე მაგრამ ჩვენ ამას დაუბრუნდებით ახლა ვისაუბროთ იმას რომ ჯერ შენ ის ადამიანი ხარ რომელიც ყველას ასე ვთქვათ უყვარხარ გცნობენ მაგრამ აი ეს ღირსეული ადამიანი ხარ რომელიც არც თუ ისე ბევრია ჩვენს ქალაქში, რომელიც ესე მაპატიოს ყველა, მაგრამ პოპულარობის თუ რაღაცის მიზნით არ არის რაღაცა დახურდავებული ცუდად ვამბობ მაპატიებს. მოჭიდებული მოდი ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ ამიტომ მაყურებელმა შენ შესახებ ბევრი არ იცის. როგორ არ იცის შემოზურა? რამდენი რა თქვა ის იცი, მე ვიცი და თქვა ბევრმა იცის, მაგრამ პროფესიით არქიტექტორი რო ხარ იციან? უკვე იციან და ჩემი საფირმო გოზინაყიც კი იციან, იმიტომ რომ მთელ ქალაქში გავცერდა ამის შესახებ, ასე ვთქვათ, ინფორმაცია. პროფესიით არქიტექტორი, რო სულ ვიძახი, რომ არქიტექტორა არის ჩემი წარსული, რომელსაც ძალიან ვამაყობ. ძალიან ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი რა არის, შენ სწორედ თქვი, რომ ის გამოცდილება, რომელიც ადამიანს უგროვდება და თუნდაც ის ტკივილი, რომელიც მან განიცადა, მაგალითად ბილი ჰოლიდეი არ შედგებოდა რო არა ის საშინელი ტკივილი. არ დაიწერებოდა კომპოზიცია God bless the child who's got his own. ღმერთმა დალოცოს ბავშვი, რომელსაც საკუთარი რამ გააჩნია, იცით როგორ დაიწერა ეს სიმღერა, უნდა მოუყვე, ხო შეიძლება რომ თან ინფორმაცია. აუცილებლად, მაყურებელმა ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ბევრმა არ იცის. იმიტომ რომ იცით მელოდია, მომღერალი შესრულება, კომპოზიტორი ასე შემდეგ რადევს იმაში იმის უკან არ იცის. აი ბილი ჰოლიდეი არის ის მომღერალი, რომელზედაც კრიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დიდი ვარსკვლავი ყავდა ჯაზურ მუსიკას, ჯაზში ბევრი ვარსკვლავი იყო, ამბობენ, რომ ამაზე ლამაზი არაფერი არ შექმნილა ამ მუსიკაში. ბილი ჰოლიდეის ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, ეს ყველასთვის ცნობილია, ის გაეზარდა იმ პერიოდში, როდესაც რასობრივი დისკრიმინაცია აქტუალური იყო. ახალ ორლეანში საერთოდ ძალიან რთული იყო მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ლაგდებოდა, იქმნებოდა, როდესაც უამრავი აფრო-ამერიკელი, უпростоრად შავკანიანი ადამიანი ჩამოვიდა საცხოვრებლად, ბიზნესის დასაწყებად. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აქ საერთოდ ქალაქი არ უნდა ყოფილიყო გეოგრაფიულად, გეოდეზიურად. იმიტომ რომ ისეთი დინებები იყო წყლის, საერთოდ ძალიან მისტიურად გაჩნდა ახალი ორლეანი. ირეცხებოდა, იცით, რაღაცა ქანებში წყლის მიმოქცევა იმდაგვარად იყო, რომ ქალაქი ვერ გაჩერდებოდა. მე მახსოვს სადღაც წავიკითხე, რომ თუმცა სოლოლაკიც ასე და დგას, ღმერთმა დიდხანს არ დგას, კი. აი მე ხევები ამოსებული, კოლექტორებია გადაჭრილი და ცალკეთება, მაგალითად. ეს ცალკეთებაა. ძნელაძე თაბუკაშვილის ქუჩაზე თითქმის ყველა სახლის საძირკველი დაწრულია და რუსთაველის თეატრს არ ჭირდა ქვევით, ჩემი თვალით მაგ ნანახი და
შახტები იყო ესე თქვა. მაგრამ ნუ მოვყვებით უბედურებაზე. მე მინდა იმის უბედურებაზე მოვყვე, ბილი ჰოლიდეის გამოცდილებაზე. ანუ რას გიყვებოდი ზურა? Big Mama როგორც. Big Mama. ანუ დედამის ჰქონდა საროსკიპო სახლი. ის ძალიან ხშირი იყო, გავრცელებული ფენომენი იყო ახალ ორლეანში. ძალიან ბევრი საროსკიპო სახლი იყო და ერთ-ერთი იყო დედას ჰქონდა და ბილი ჰოლიდეის გაუთავდა საარსებო წყარო და მოვიდა და დედას თხოვა ფული და დედამ უარი უთხრა და მაშინ დაწერა სწორედ აი ამ ტკივილის განცდის გამო რომ საკუთარმა დედამ მშობელმა არ გადასცა მას არ დაეხმარა დედა მან დაწერა ესეთ სიმღერა ღმერთმა დალოცოს ბავშვი რომელსაც საკუთარი სახსარი გააჩნია ესე ითარგმნება God bless the child who's got his own ამიტომ მე რას ვამბობ რომ ყველანაირი გამოცდილება დაუბრუნდეთ ახლა არქიტექტურას ჩემი არქიტექტურული გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე სულ რომ არაფერი აი მდერეფნებში სიარული პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს და მაშინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოგეხსენება ის პროფესორები რომლებიც მე მასწავლდნენ მე მკითხავდა ლექციას ირაკლი ციციშვილი ხელოვნების ისტორიას თინა ჩიჩუა რობერტ ჩოჩელი ხატვას ფანტასტიკური რამოდენიმე დეკანი ყავდა რომელიც ძალიან მოგწონდა ანუ ეს ლექტორები რომელზედაც ჩვენ სტუდენტებს ჰქონდა სწორდი და აი ეს ნიშნული და უშუალოდ აწეული მაღლა სწორედ იმის დამსახურება რა გარემოში ვიზრდებოდით ჩვენთან იმართებოდა ფანტასტიკური კონკურსები გამოფენები და ადამიანი გამოდიოდა იქიდან საკმაოდ მაღალი დონის ზოგადი განათლებით მე არ მიმუშავია როგორც არქიტექტორს არასდროს, მაგრამ მე მახსოვს არქიტექტურის სამსახურში ვინც მუშაობს, იმასაც ხო არქიტექტურის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. რა თქმა უნდა. ეს არქიტექტურის სიმახინჯებს როგორ აწერენ ხელს და რეზოლუციას როგორ ადებენ და ან როგორ ეთანხმებიან, ეს თუ გიждდებია. საქმე იმაშია, რომ ეხლა ჩვენ არ ვეხებით კომუნისტურ პერიოდს, როდესაც რაღაცა ეს კოლოფები ჩაიდგა, ეს არის საშინელება ქალაქიდან. არა, ზუსტად არა, ის გასაგებია ის. აი ეხლა. აი ნუ ჩვენ დამოუკიდებლობა ესე ვთქვათ პერიოდში სიმახინჯეები აიღო, თუმცა წავიდა რა ტენდენცია რაღაცა ვითომ გალამაზებისკენ, მაგრამ მე ყველა ჩემ გადაცემაში, ყველა სტუმართან რესპონდენტ ერთადად აი მაქვს აქცენტი ხოლმე მასე ვთქვათ უნარ შეზღუდული ადამიანებისათვის არასოდეს არ არის არსად გათვალისწინებული არც სახში და უმეტესობა გინდა საჯარო დაწესებულებში უამრავი ბანკი აფთიაქი ვიცით სადაც ორფერზე თუ არ გახარ ხომ კარგად თუ არ დარბიხარ ვერ შეხო ჩვენთან ესეთი ადამიანების ინტეგრაცია საერთოდ ძალიან რთულია ევროპაში მაგალითად არის რაღაცები რაც უნდა გადმოვიღოთ ევროპიდან მაგალითად არის რაღაცა ასპექტები რომელიც ნუ უნდა გადავხედოთ და იმდაგვარად მოვარგოთ ასე ვთქვათ ჩვენ ყოფილი ერთ-ერთი ასპექტი რომელიც მე ვფიქრობ კარგი რაც არის ის გამოცდილება ავიღოთ და მივამატოთ ჩვენს კარგს აუცილებლად მაგალითად ავიღოთ ინვალიდი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ჰენდიკეპების მიმართ დამოკიდებულება აუტიზმი არის აბსოლუტურად უღრანი ტყე საქართველოში. წარმოდგენა არ აქვს არავის რა არის ეს და ყველაზე წინ ამ მიმართულებით წავიდა ამერიკა, შემდეგ მოდის ევროპა. ევროპაშიც კი ძალიან რთულია ამ ეს არ არის დაავადება, ეს არის ადამიანის ტიპი, რომელიც ისეთივე მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა, იქ სხვანაირი აღქმა ხდება სივრცის, გარკვეული ერთმანეთზე გარკვეული ფენობრივი აღქმა სივრცის და ინფორმაციის გადამუშავება უჭირს ადამიანს. მე რატომ გეუბნებით, იცით, რომ ჩემი მეგობარი, ახლოს მეგობარი, რომელთან ერთადაც მე დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი თამარა ქესელი დღეს გერმანიაში ცხოვრობს, უკვე 22 წელიწადია წარმატებული არქიტექტორია. ისეთი წარმატებული რო ჟურნალის ყდაზეც კი იბეჭდება მისი ნამუშევარი და მისი მეორადი პროფესია, მეორადი როგორ დაამთავრა არქიტექტურა და აი დისციპლინარული მიმართულება აირჩია. აუტისტი ადამიანებისათვის დაგეგმარება არქიტექტურული ფორმები. საოცრად საინტერესო. ახლა უკვე დაიცავს ასე ვთქვათ ხარისხს ამ მიმართულებით და უკვე ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას იწყებს. ამიტომ ეს მიმართულება არის ჩვენთან მართალი ბრძანდები, აბსოლუტურად ესეთი მეორე პლანზე გადაწეული ცით რა რაღაცა პანდუსები გააკეთა. ალბათ ქალაქმა ცენტრალურ ქუჩაზე, ვაკეში რასაც ცენტრალურ ქუჩაზე საბურთალოს, მაგრამ ოდნავ გვერდზე გადავა. მაგრამ არ არის ლიფტები, არ არის და მთავარი რაც არის ლიფტი და პანდუსი გასაგებია მაგრამ ამ ადამიანმა უნდა იგრძნოს თავი ავტობუსი არ არის მოწყობილი ინვალიდის ეტლის ასაკანად არ არის სამწუხაროდ არქიტექტურულად ძალიან საინტერესო იქნება იმ გამოცდილების აქ გადმოტანა და პირველ რიგში
ასეთი ადამიანების უმტკივნეულო ინტეგრაცია საქართველოს სხვა შორის უმტკივნეულო ინტეგრაცია საზოგადოებაში საქართველოში არის სხვა შორის საზოგადოება ეს არის ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი საქართველოს ნინო ჟვანიას ეკუთვნის ეს ორგანიზაცია არის რამოდენიმე ადამიანი რომელიც ძალიან დიდ საქმეს ემსახურება და ყოველწლიურად იკრიბება თანხა სწორედ ასეთი ბავშვების აუტისტი ბავშვების დასახმარებლად მე თავად გახდით ამ ღონისძიებების მოგრძალებული პატარა ნაწილაკი და ვიცი რომ ეს ადამიანები არიშურებენ ძალისხმევას იმის აი ხო გეუბნება ხალხმა არის შენი ისე თქვა მრავალი წახნაგები რომელიც აქვე მე ცოტა გაგაწყვეტინებ სიტყვას იმიტომ რომ მე მესეც მაყურებელი სხედს ასე თქვა ტელეეკრანებთან უყურებ და გადასარევად საუბრობ არა რეკლამა არა ამღერეთ ეს გოგოფიქრო მოგვასმენი და ამ ადამიანის მერე და მე არ შემიძლია არ გავუსვე შენი ერთ-ერთი ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული კომპოზიცია უყუროთ და დაგიბრუნდებით სულ ცოტა ხანში
ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, არც გავსულვართ ეთერიდან, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენი ქალაქი, აქვე გეტყვით რომ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერი 238 31 50, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ სტუდიაში, პირდაპირ ეთერში და მე ან უმჯობესია ჩვენ სტუმარს არაჩვეულებრივ ხალბატონ მაია ბარათაშვილს დაუსვათ თავად შეკითხვა თუ რამ გაგაჩნიათ საკითხავი და იმედია მაია გაგცეთ პასუხს არაჩვეულებრივი კომპოზიცია აი შესრულებით თბილისის მერის ბიგმენთან ერთად ნამდვილად საცეკვაო ესე თქვა განწყობაზე დაგვაყენა მაგრამ გაგვახსენდა რომ გარეთ მაინც ქარია, ქარიშხალია და სვაურდაურია ახლა ესე ქალაქი არც თუ ის და დალაგებული მართალია მთავარია ტვინი არ აგვიშალოს ჩემო ზურა თორე ქალაქს იმედია ჩვენ წაღმა თუ დაგვიდებს თორე დიდი ხანი არ ეულება იმედია დაალაგებენ ქალაქს მე ძალიან დიდი იმედი მაქვს თუმცა ცდილობენ არის ხოლმე რაღაცა მომენტები არ დავკონკრეტდებით გუშინაც იმის წინაც ქონდა რაღაც ისეთი რაღაც სიტუაცია რაც ზოგ ადგილას არ იყო ისე დაალაგებული როგორც უნდა ყოფილიყო და მომიწია დარეკვა და მართლა გულიანად შეწუხებულები ვიყავ რომ აი უნდათ მაგრამ რაღაცა ვერ აი სულ მაქვს იმაჭიდო მაგალითად ეს პიკის საათებში რატომ დადიან ეს ნაგვის მანქანა მაგრამ მირასწრებენ არა მე სხვათა შორის გაგიკვირდებათ და ამას წინათ მოვხვდით ასუფთავების სამსახურის უფროსთან საოცრად ყურადღებიანი ადამიანი და უფროსმა აგვიხსნა რაშია საქმე იმაშია რომ მანქანების გასვლა ნაგვის ასაკრეფად დამოკიდებულია იმაზე თუ ხალხი როდის ღრის ნაგავს. როდესაც მანქანები გადიან სამწუხაროდ მაგ დროს დიდი ნაწილი გადასახდელი, თქვათ აი ბუნკერების დაცვლის პერიოდი ემთხვევა სწორედ როდის გადის ადამიანი გადასაგდებად, თქვათ თავისი რაღაცის. სამწუხაროდ ეს ემთხვევა პიკის საათებს იმიტომ რომ ასვლის წინდელაც არ მოდის. თქვენ და შენ იცოდი რომ თურმე იმისთვის რომ ფული არ გაგიქრეს, საღამოს კი არ უნდა გადაყარო ნაგავი. ზისჩასვლამდე. არა, დილა ადრიან. აი ცადე და გამდიდრდები. არ ცუდილას ხრებ, არა ჯერ არაფერი მეთქვა. ეს ხო ეს ცოტა წარმართული დამოკიდებულებაა, მაგრამ კარგად გვაქვს გამჯდარი და ამას ვებრძვით, მაგრამ მაინც შინაგანად ეს სამწუხაროდ წარმართული მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანი ქვეყანა ვართ, მე-13 საუკუნიდან ღვთისმადლით. მე-13 უფრო წინ და პირველ საუკუნეში სინოდის ღრებაზე ბიჭვინთის ეპისკოპოსი მართალია, მაგრამ მე უბრალოდ ჩავთვალე რომ ოფიციალურად როდესაც სახელმწიფო ენერგიად ნამდვილად კი ბატონო მაინც სამწუხაროდ მე აღმოვაჩინე ამას წინათ რომ ძალიან ბევრი ქართველი ქრისტიანი დარბის სამწუხაროდ მკითხავთან და მჩხიბავთან და ამან შემძრა. იცით სადღაც მოვხვდი ისეთ ადგილას გადაცემაში სხვა ძალიან საინტერესო გადაცემა იყო, სადაც მეგონა რომ ცხოვრობ შუა საუკუნეების კელტურ სოფელში და არა ქრისტიანულ ქვეყანაში. კი, უარესებიც ხდება, მე მეცაც გეტყვია, სულ მიკურს ხოლმე და მიტყვია კიდევაც ესე თქვათ, მამაოსთვის რა გაუგებარი ადამიანი მოდის მანქანით ეკლესიის წინ აქ პირჯვარს იწევს და მეორე ხელით აქეთ ხალბატონს აგინებს მანქანა. როგორ არის ორივე ხელი მისი არ არის, მაგრამ რას იზამ ჩვენ რეკლამაზე გავიდეთ მიღებული ფრაზა ძალიან საინტერესო რეკლამა გელით წინ და რეკლამის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო შეკითხვები და ამბები დაგიბრუნდებით მე და რა თქმა უნდა ჩემი სტუმარი არაჩვეულებრივი ქალბატონი მაია ბარათაშვილი ასე რომ ვიყურეთ დაგვირეკეთ და არ გადართოთ არცად
Isn't it bliss? Don't you approve? One who keeps staring around, one who can move, but where are the clowns sending the clown? Just when I stopped opening door, finally knowing that one that I wanted was yours, making my entrance again with my usual flair, sure of my lines, no one is there. Don't you love farce? Don't you love farce? My fault of fear. I thought that you want what I want. Sorry, my dear. But where are the clowns? Isn't it rich? Isn't it queer? Losing my time in this late in my career. Where are the clowns? There are hot
ჩვენი ქალაქი ჩემი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლავთ არაჩვეულებრივი ნიჭიერი ქალბატონი ულამაზესი პროფესიონალი ძირითადი პროფესიით არქიტექტორი ქალბატონი მაია ბარათაშვილი და რეკლამის მსვლელობის დროს ჩვენ გადავხედოთ სოციალურ ქსელებში ასე წოდებული Facebook-ის ჩვენ გვერდს სადაც ჩვენ მაყურებელი ასე ვთქვათ კომპიუტერის საშუალებითაც გვადევნებს თვალყურს აქვე გეტყვით შეგიძლია დარეკოთ ჩვენთან სტუდიაში ნომერზე 238 31 50 და პირადად დაუსვათ შეკითხვა ჩვენ სტუმარს ან იგივე Facebook-ის მეშვეობით შეგიძლიათ გკითხოთ და აი რამდენიმე შეკითხვა შემოვიდა და მე მინდა თქვათ გადაგითარგმნოთ შემოაი თუმცა ძალიან ბევრი ენაზე ლაპარაკობ ისედაც მაგრამ ქართულად არის შეკითხვა მაგრამ მე უნდა დაგისვა აუცილებლად ვინაიდან და რადგანაც სრული პრეროგატივაა ამ გადაცემის ფორმატში ეს ჩემი პრეროგატივაა და ვერავის ვერ დავდავ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მაყურებელი თავად რეკავს და თავად სვამ შეკითხვას ქალბატონო მაინტერესებს ამჟამად რას საქმიანობთ ზუსტად იგივეს რასაც ადრე საქმიანობთ ადრე რას საქმიანობდით მაშინ ღეროდი ნუ ეს არის არაჩვეულებრივი საქმიანობა სიმღერის გარდა თუ რა კი ბატონო ამჟამად ვარ უკვე 20 წელი ვარ თბილისის საკონცერტო ორკესტრის ანუ თბილისის მერიის ბიგ ბენდის სოლისტი ვარ ამ არაჩვეულებრივ კოლექტივში ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ჩვენ ბევრს მოგზაურობთ ძალიან საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ იმ თვალსაზრისით რომ ვაძლევთ მაგალითად უფასო კონცერტებს მერიის დავალებით რა თქმა უნდა აი გაზაფხულის აფხულის პერიოდში მაყურებელი შეიძლება მოვიდეს თუ ყურადღებით იქნება და ადევნებს Facebook-ს და ტელევიზიას თვალყურს მოვიდეს და უფასოდ დაესწროს ჩვენს კონცერტებს. გარდა ამისა ჩვენ ვიმოგზაურებთ ფესტივალებზე და საინტერესო გეგმები გველის წინ. საქმიანობ იმას, რომ ასე ვთქვათ ვასრულებ მუსიკას, ჩემს საყვარელ მუსიკას, ჯაზურ მუსიკას. ამ ბოლო დროს და რომანსებსაც არაჩვეულებრივია. რომანსებსაც, მაგრამ ამ ბოლო დროს რომანსზე მოთხოვნა რადგანაც არ არის, მე ძალიან წყდება გული რო არ არის, იმიტომ რომ ადამიანებმა პოლიტიკა და ხელოვნება ათქვიფეს და ასე ვთქვათ ესეთი უშნო კოქტეილი მიიღეს და ასე ვთქვათ უარს ამბობენ კულტურაზე, მაშინ როდესაც ის უბედურებები არის გარკვეული ჯგუფის ბრალი და არა მთელი ნაციის და ვთქვათ ჩვენი რუსი, უკაცრავად რუსი დიდი მუსიკოსების, კომპოზიტორების და ლიტერატორების ბრალი და პოეტების და მწერლების. მაგრამ ნუ არ აქვს მაგას უშუალობა, ძირითადად მე ძალიან მიყვარს ჯაზი. ეს არის ჩემი საყვარელი მუსიკა. ძალიან საინტერესო იყო ჩემი ჯაზთან შეხება 15 წლის ასაკში მომიტანეს ჩანაწერი, ჩემი მეგობარმა გადმომცა ჩანაწერი და კასეტიანი მაგნიტოფონი. მაშინ ძალიან იშვიათობა იყო ეს და მაშინ როდესაც მეგონა რომ კლასიკურ მუსიკაზე უმშვენიერესი არაფერია და მე გავიზარდე კლასიკურ მუსიკაზე, ჩავრთე და ფაქტურად ერთი თვე სკოლაში ვერ წავედი, იმიტომ რომ ღამე ვათენებდი და უსმენდი ამ მუსიკას. ეს მე როგორც აღმოვაჩინე იყო ეროლ გარნერის ტრიო. და იმდენად ესეთი განსხვავებული ვიბრაცია და ესეთი ენერგია მოდიოდა ამ მუსიკიდან, რომ იცით, საოცრად გაკვირვებული ვიყავი იმითი თუ რა რეაქცია ემოცია მანერა გეტყვით ეროლ გარნერი არის ის მუსიკოსი რომელიც ფანტასტიკურად იყენებს როიალის ანუ კლავიშებიანი ინსტრუმენტის უპირატესობას გაშღერდეს როგორც ორკესტრი კლავიშებიანი ინსტრუმენტი ძირითადად როიალი აკუსტიკური როიალი არის ის ინსტრუმენტი რომელიც ახდენს ორკესტრის იმიტაციას და აი ამ თავისებურებას ეროლ გარნერი ძალიან საინტერესოდ და ძალიან კარგად იყენებდა. მოკლედ მე მოусმინე და სხვა შორის ელა ფიჯერალდისთვის მოსმენილი მქონდა უკვე ელა ფიჯერალდი ძალიან მომწონდა რა თქმა უნდა მისი შესრულება მე მივხვდი რომ ეს არის დედოფალი ჯაზის მაგრამ ჩემი პირველი ვოკალისტი რომელსაც მე მოусმინე იყო დაიან შური ეს არის უსინათლო ქალბატონი რომელიც იყო ნენსი რეიგანის მეგობარი და ნენსი რეიგანის ასე ვთქვათ აქტიური მცდელობით აი ისე ვუბრუნდებით თემას ჰენდიკეპის თემას
და ადამიანების, რომელთაც შეიძლება ფანტასტიკური ნიჭი ჰქონდეთ, იგივე აუტის საოცრად აზროვნებდნენ. აგერ უსინათლო ადამიანი, რომელსაც ფაქტიურად მწვანე შუქი მიეცა და ეს მისი ფანტასტიკური ხავერდოვანი ხმა არ არის იმდენად პოპულარული, რამდენადაც სხვა მომღერლები, მაგრამ ეს არის სტივი ვანდერის, რეი ჩარლზის და ბევრი დიდი ვარსკვლავის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ თანამედროვე ეს ქალბატონი და აი როდესაც მას მოусმინე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დაიან შური, რომელმაც შთაგონება მომცა, მოვусმინე მისი შესრულებით ბილი ჯოელის სიმღერას New York State of Mind, ნიუ-იორკის განწყობილება. შესანიშნავი სიმღერაა და დაიან შურმა მას შემატა ისეთი ჰაეროვნება, ისეთი სინატიფე, სპეციალურად ამ სესიისთვის ჩამოვიდა დეივ გრუზინი, რომელმაც გაუკეთა არანჟირება და სტენ გეტსი, საქსაფონისტი და ნუ არაჩვეულებრივად ასე ვთქვათ, შესანიშნავი პროდუქტი დაიდო. შეფუთეს და მიაწოდეს და მე რომ მომაწოდეს ეს თემა, მე მივხვდი რომ მე მინდა ამ მუსიკის შესრულება. როგორ გამოგდის შენ ასეთი მუსიკა? მოდი ახლა მოვასმენინოთ მაყურებელს. Okay.
კლავ პირაპირ ეთერში ვართ, გადაცემა ჩვენი ქალაქი და მაია ბარათაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივად შეასრულა ეს კომპოზიცია და ბუნებრივი ეს შეკითხვა ამ კომპოზიციის მოსმენამდე მქონდა მაყურებელს და გავაგრძელებ Facebook-ში შემოსული შეკითხვების წაკითხვას და იქნებ უფრო ხშირად გამართვას კონცერტებია და კარგად აღნიშნე რომ ეს მერის ასე ვთქვათ დავალებით კი არა, ნუ გეგმიურად ტარდება ხოლმე გაზაფხულში ორი თვე ჩვენ უფასოდ ვატარებთ პარკებში კონცერტებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდები მოვიდნენ და მოусმინონ კარგ მუსიკას, იმიტომ რომ ჩვენ ჯერთ ვთქვათ რომ ბიგ მერის ფანტასტიკური ორკესტრი პროფესიონალი ჰაი კლას სუპერ პროფესიონალები რომელი ერთი ვთქვა. და მე საერთოდ ვიტყვი რომ ბიგ ბენდი არის და ხელმძღვანელი გივი გაჩეჩილაძე, დამაარსებელი გაიოს კანდელაკი. ესე იგი მე მინდა გითხრათ რომ ბიგ ბენდი არის საერთოდ ძალიან დიდი ლუქსუსი ყველგან. ყველა ქვეყანას არ აყავს ბიგ ბენდი და საქართველოს ამ პატარა ქვეყანას ძალიან გაუმართლა რომ ყავს ესეთი შესანიშნავი ორკესტრი. ჩვენ მრავალი საერთაშორისო პროექტიც გქონიათ ბობ მინცენთან, წარმოიდგინეთ გრემის მფლობელთან ბობ მინცენთან ერთად და კიდე არაერთ ნებისმიერი ბიგ ბენდის მუსიკოსი ცალკე სოლისტი. კი ბატონო, შესანიშნავი, რა ვიცი, ძალიან ბევრია ჩვენთან, ჩამოთვლას არ დავიწყებ, ძინია ვირსალაძე, მოთარ მაღრაძეა, კახა ჯაგაშვილია, რა ვიცი, ყველა თითოეული მათგანი არის სუპერ. ჯაფარა ჩვენთან არის, რატო ჯაფარაძე. მოკლედ, გარდა ბიგ ბენდისა, მე კიდევ მაქვს კერძო მიწვევები, რა თქმა უნდა. მე მოგზაურობ, ცოტა ხნის წინ ვიყავი ბაქოში, ძალიან საინტერესო საღამო იყო, ისეთი ერთობლივი კონცერტი იყო და მე მიწვია ჩემი ბლოგით, მე და გიორგი რაქვიაშვილი შესანიშნავი პიანისტი წავედით და გამოვედით, ასე ვთქვათ, ხშირად არის ხოლმე კონცერტები და მოწვევები. იყო შესანიშნავი ინტერვიუ აზერბაიჯანის ჟურნალში Jazz Dunyasi, ესე ქვია Jazz World, ანუ ჯაზის სამყარო. და ნუ აი ძალიან ისეთი კეთილგანწყობით და აი ფაქტიურად ამას ვაკეთებ, მინდა გითხრათ. მე და აქვე ესეთი შეკითხვა არის მაია რომ თქვენი აზრით ჯაზური მუსიკის განვითარებისათვის საქართველოში რა არის საჭირო? ნუ ისეთ პრომოუშენი გვანებიურებს, თქვა ამ ჯაზ ფესტივალი და უმაღლესი კლასის ვარსკვლავები ჩამოყავს ამ ნეტს გამოც, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. მარტო მოსმენა არ არის, პოტენციალი დიდია, ხო? ნუ ბექა გოჩიაშვილი არის, ხო? მაგრამ ამას უნდა ხელშეწყობა და განვითარება, რომ ჩვენც იმათ დონემდე შეგვიძლია რომ მივიდეთ თუ იქნება სწორი მიმართულება და შენი აზრით რა არის? ზურა პირველ რიგში მე ვიტყოდი, იცი რა, ყველა ვერ იქნება ბექა გოჩიაშვილი და ბიბი კინგი, მაგრამ პირველ რიგში უნდა გავზარდოთ ბავშვებში კულტურა, სწორი მუსიკის მოსმენის. პირველ რიგში უნდა მოისპოს არახარისხიანი მუსიკა, დაბალი ხარისხის მუსიკა, რომელიც მაპატიებს და ძალიან ბევრ არხს ეჟღერს, როგორც სატელევიზიო, არავის შეურაცხყოფას არ აქვს. აი, ჩაგეთა, მაგრამ ეს შემოგეწონე. და რადიოშიც ჟღერს. და აი რადიოსთან დაგეჭირე, აქვე ჩაგეთა, ძალიან მოგეწონე, გამახსენდა ჩემი შუათანა ქალიშვილი, უკრავს და პატარა რო, ნუ ეს კლასიკა, ჯაზი, რაც ვასმენები და ნუ ერთ-ერთი ესე რადიო არხი, სადაც ტარამ მუსიკა არ ქონდა მოსმენილი და სამრეცხაოში მოგეხსენებათ ბიჭები იმას უსმენენ ხოლმე და უკვე ნუ ისე ასაკის არის ბავშვი პირველ კლასში მეორე კლასში და ასეთი მუსიკა არ აქვს მოსმენილი და რო დაჟდა მანქანაში რადიო დარჩა გადართული იქ და უყურებს და მიცინის და ვერ მეკითხება და რა იყო მე ვთხარ მე და ფანტასტიკური რამე თქვა რა ეხლა გამახსენდა არ მახსოვდა საბერო და ესეთი მუსიკა ხო არ არსებობს ანუ
ხუმრობენ მუსიკის პაროდია არისო მუსიკაზეო. მუსიკის აი ზუსტად მუსიკის ფანტასტიკური ბავშვმა თქვა არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ საქსეა ჩვენი საეთერო სივრცე ესეთი მუსიკით, ამიტომ იმისთვის რომ ჯაზი განვითარდეს პირველ რიგში მოთხოვნა უნდა იყოს ჯაზზე და უნდა იყოს გემოვნებიან მუსიკაზე. კლასიკური მუსიკით უნდა გაზარდოთ ბავშვი და დაიწყოთ ნელ-ნელა და მშობლებს ვურჩევ რომ მაპატიეთ და ბაიათებზე კი არ გაზარდონ ბავშვები უხარისხო ბაიათებზე. არამედ ფეხმძიმობის პერიოდიდან უნდა იყო. თუნდაც. მაგრამ იმისთვის რომ ფეხმძიმობის პერიოდიდან ბავშვს მოასმენინო, თავად დედა და მამა უნდა უსმენდეს კარგ მუსიკას. ნახეთ ჯაჭვურია. ამიტომ მე ვურჩევ რომ ბავშვის აღზრდა ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ხრივ რომ ხარისხიანი კულტურული ინფორმაცია და გეტყვი აი თქვენ კიდევ ძალიან მაგრამ რაც მე როგორც ხელოვნების პროფკავშირების აი ახალი რაც ერთ-ერთი გამფუძნებელი და გამგეობისეური და ძალიან სუომი მაქვს ამაზე და ძალიან ვჭრობ რომ ხელოვნების სკოლის მასწავლებლები უნდა გაუთანაბრდნენ პედაგოგებს. რა თქმა უნდა. იმ წირი ხელფასი და შემოსავალი იმისთვის ძალიან რთულია რომ დაიხარჯოს იმ ყველა ბავშვთან და რამ ხელა მნიშვნელობა ხელოვნების სკოლის პედაგოგს რომ პირველ რიგში ფსიქოლოგი უნდა იყოს რომ იმ ბავშვი ხო ბერლიოზი დაუკრას იმ ბავშვმა თუ ბეთჰოვენი დაუკრას თუ ბალანჩივაძე დაუკრას ის მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს იმ ბავშვის ბუნებიდან გამომდინარე და როდესაც აპატია და ძალიან პატარა ხელფასი მე ვარ მინდა თქვა იმდენად პატარა მოტივაცია მიუხედავად ამისა მაინც ახერხებენ რაღაც ნიჭიერი ზურა კიდევ ერთი მინდა ერთი რამის დამატება აუცილებელია რომ გემოვნება აიწიოს რეგიონებში აუცილებელია ამ მუსიკის გარკვეული დოზით იმიტომ რომ ყველაფერს თავის სამიზნე ჯგუფი ყავს მაგრამ აუცილებელია ამ მუსიკის ხარისხიანი მუსიკის გარკვეული დოზით ჩატანა აქტიურად ჩატანა რეგიონებში ჩვენ რეგიონებშიც დავდივართ თბილისის ბიგბენდთან ერთად და მაგალითად მე ზაზა მარჯანიშვილს და ჯორჯ მეილს ეს არის ორივე ფაქტიურად ორივე ამერიკაში გაზრდილი მუსიკოსია გვაქვს ძალიან კარგი პროექტი, სადაც ჩვენ ყვებით ჩვენს ამერიკულ გამოცდილებას და გვინდოდა ეს პროექტი წაგვეღო, ვთქვათ, მასტერ-კლასები. ხო, მასტერ-კლასები, ყველა თავის სფეროში დრამი, კიბორდი და ვოკალი. სამწუხაროდ ამდენი ხანი არ გამოჩნდა სპონსორი რომ ეს დააფინანსოს, თუმცა მე მაქვს იმედი რომ მაინც გამოჩნდება ადამიანი, რამოდენიმე ქალაქი იცით როგორი ქალაქები გვინდოდა, აი რეგიონების არამსხვილი ქალაქები, სადაც ადამიანები მონატრებულები არიან ნორმალურ რაღაცა ნორმალურ მუსიკას. ასეთი ნიჭიერი ერი ვარ და 4 აკორდიან მუსიკას რაღაცა. ნუ კატასტროფა მე ვთვლი რომ ეს კატასტროფა კიდევ ამბობ ხა მათი უფლება როგორ არ არის რაც უნდა ის თქვას და იმღეროს, მაგრამ მთელი უბედურება არის ის რომ ის ავნებს ამითი ახალგაზრდა თაობას. არ შეიძლება არავის არაფერს არ ვერჩი. ჩემი უბრალოდ ელემენტი აი გიყვარ ბადრიჯანი რო უთქვა ადამიანს თუ არ გაასინჯო ვერ გეტყვის გიყვარს არ შეიძლება ადამიანი გაიზარდოს მარტო ქსოვრელებზე არ შეიძლება უკაცრავად არ ვეხები კონკრეტულად კი არ ვიცახი რომ ეს ცუდია ქსოვრელები არის აი მუსიკის პროფესიონალი კარგი ვარიანტი ეს კი მაგრამ იქ სადაც არის ქსოვრელები და არის რაღაცა ბაიათი აუცილებლად ალტერნატივა უნდა მივაწოდოთ ბავშვობაშივე ადამიანს რითიც არსებობს აზიური გავლენა იმ პერიოდში გასაგებია მაგრამ ბოდიში ახლა აზიური გავლენა ლედზეპელინი იმ პერიოდის ლედზეპელინმაც იმღერა მაგალითად ისეთი აზიური გავლენა იყო დიახ ქაშმირი 25 გრადუსია ნამდვილად ქაშმირი მაგრამ ეს ხო გემოვნებაა ხო ანუ მივაწოდოთ ყველაფერი ნუ მივაწოდებთ მარტო რაღაცა აი იმ რაღაცა სულ გამოცდილ მუსიკას ალტერნატივა მივცეთ იქნება ის ადამიანი შეიძლება დარჩეს ქსობრელებთან ან რაღაცა ბაიათთან არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება არ დარჩეს მანანა ჯაფარიძე არის ბაკოში რომელიც არის სუპერ კლასის ნამდვილად მე არ ვეხები ახლა მე ცუდი გაგებით კი არ ვიძახი ამას მაგრამ მე ვამბობ რომ ალტერნატივა მანანა ფანტასტიკურია მე მახსოვს მანანა როგორ მღეროდა მრავალი კონკურსი მოიგო მან ეს გზა აირჩია მაგრამ მანანა იგივე ვაგიფ მუსტაფაზადე რომელიც ეს ფოლკი ჩადო ჯაზი ვაგიფ მუსტაფაზადე და აზიზა მუსტაფაზადე ეს აქ არის კულტურა პირველ რიგში ის იმ რაღაცა ესეთი როგორ გითხრას ნედლი ვარიანტით ხო არ არის მოცემული ეს არის დამუშავებული ეს არის ძალიან მაღალი დონის მუსიკა რა თქმა უნდა ვაგიფ მუღამ ჯაზის და დამალდა ჩვენი გადაცემის დროს სამწუხაროდ დასრულდა და რომ ეს რეზიუმე გაუკეთოთ აი ჩვენ ალტერნატივა უნდა მივცეთ ადამიანს ალტერნატივა და
ჩვენ ასე ვთქვათ ბუნებრივ ფესვებზე და ტრადიციებზე დაყრდნობით შეიძლება ეს მაღალი ხარისხის ჯაზური მუსიკა მივიღოთ ისე რომ სხვისი წამხედურობა არ დაგჭირდეს. აი ეს მინდოდა მეთქვა. ჩვენი დღევანდელი გადაცემის არაჩვეულებრივი სტუმარი იყო მაია ბარდაშვილი. ჩვენ არანაირი 1 საათი არ გვეყობა მაესთან სასაუბროთ, ალბათ შეიძლება 24 საათიანი მარათონის რეჟიმში განაგრძობდა მაყურებელს რა თქმა უნდა მე ისე ვერ დავემშვიდობები რომ არ დაუტოვო მაიას შესრულებით არაჩვეულებრივი სიმღერა. დიდი მადლობა. ნახვამდის, მადლობა, გაიხარეთ. Reach. Are we up there? Me here at last on the ground. You, me there, sending the clowns. Isn't it bliss? Don't you approve? One who keeps staring around, one who can move, but where are the clowns? Send in the clowns. Just when I stopped opening door, finally knowing that one that I wanted was yours, making my entrance again with my usual flair, sure of my lines, no one is there.
thought that you want what I want. Sorry, my dear. But where are the clowns? Isn't it rich? Isn't it queer? Losing my time